ხელმწიფესა და თვითღმერთს ახყვარებია საქართველო, რომ ეს კაცი გამოაგზავნეს აქა თავად მართებლად. შემოვიდოდა უფრო განვითარებული დამპყრობელი და შემოიტანდა განვითარება. ის ძლიერია, რუსი დიდია. საქართველო, რუსეთი და მართლა უფრო მეტად განვითარებელი მხარე არის ჩრდილოეთ კავკასია. ქართველები აჯანყდნენ და მოდი ვნახოთ რა აწუხებს ამ ხალხს. უნდა წახვიდე და კავკასიაში შეასრულო ჩემი მოვალეობა. თქვენ სახოცავად კი არ მოვედი აქ, მოვედი იმის რომ დაგბანოთ და დაგვარცხნოთ. რევოლუცია კი არა, ერთი კარგი პეტრე პირველი გინდათ. ჩრდილოეთ კავკასიელს უყურებს რომ ის გაწვრთნადი არ არის, მაგრამ ქართველი და სომეხი შეიძლება გაწვრთნადონ. რუსებმა მოთხოვეს ქართველ ფეოდალებს საბუთი იმისა, რომ ისინი მართლა ფეოდალები არიან. ესეთი უნდა იყო რუსი, რომ აქ წარმატებული იყო. იმ დროისთვის სრულიად რევოლუციური ქცევა არის ეს კოლონიზატორი იმპერიალისტის მხრიდან. რუსი ჩინოვნიკის ნდობა არ შეიძლება. ქმნიდა თუ არა ის კონფორმისტ ქართველს, რასაკვირველია ქმნიდა და შექმნა კიდეც. ჩვეულებრივი ხალხი მათთვის არ არსებობს, ჩვეულებრივი ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი ამბავი არის, რასაც დღეს ძალიან კარგად ხედავთ. ღმერთი ცაშია, იმპერატორამდე შორია, ვორონცოვი კი მოკვდა ვის შევჩიულო. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. ჩვენ გიორგი ჭკადუასთან ერთად უკვე ვისაუბრეთ რუსული კოლონიალიზმის დამყარებაზე საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე წლები საქართველოს ისტორიაში, რომელსაც თან ახლდა ბევრი აჯანყება, ბევრი მსხვერპლი, ბევრი ესეთი უსიამოვნოდ გასახსენებელი ისტორია. ეს კოლონიალიზმი შეეხო ფაქტობრივად ყველა ფენას, სამეფო ოჯახს, ეკლესიას, ფეოდალურ ელიტას, გლეხობას. მოკლედ, მე-19 საუკუნის პირველი მესამედი აი ამ კოლონიალიზმსა და ანტიკოლონიალიზმს შორის ბრძოლაში გაილია. და შემდეგ უკვე 1832 წლიდან მოყოლებული ერთი მხრივ ქართული თავადაზნაურობა, ქართული ელიტა და მეორე მხრივ რუსეთის იმპერია ცდილობენ ერთმანეთთან ადაპტაციას. ანუ ბევრი რამ იცვლება და ეს ყველაფერი მთავრდება მეფისნაცვალ მიხაილ სიმეონოვიჩ ვორონცოვის მმართველობით. და მისი მმართველობის ბოლოს სამეფისნაცვლო, ანუ იმპერიული მმართველობა და ქართული ფეოდალური ელიტა შეყვარებულები არიან ერთმანეთზე. ამ ეპოქას ეწოდება ვორონცოვის ეპოქა. დღეს ისევ გიორგი ჭკადუა არის ჩვენი სტუმარი და ეს მისი წიგნი წინაზე კი წარვადგინე უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ მიხაილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო, აი ამ წიგნის ავტორი არის გიორგი. როგორ მოხდა, როგორ განვითარდა ეს ეპოქა, სულ რაღაც ანუ ვორონცოვი მხოლოდ 9 წელი იყო კავკასიაში მეფისნაცვალი, მაგრამ მთლიანობაში აი ეს rapprochement ინგლისურად არის სიტყვა, ანუ ხელახლა დაახლოვება, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთდალაგება მთლიანობაში 30 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც მტრები იქცნენ შეყვარებულებად, ხო? და ამ ეპოქას სხვადასხვა დახასიათება აქვს, მათ შორის ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის, რომელიც ქართველთა მიძინების პერიოდად ახასიათებს ამას. სანამ თემაზე საუბარს დავიწყებთ, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. გიორგი, მოდი სალღეგრძელოთი დავიწყოთ, ისევ და ისევ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გენერალური სპონსორის ვაზსუბნის მამულის ღვინო,
საქართველოს მზე Georgian Sun და დღეს ჩვენ ვსვამთ დაისის წითელს, რომელიც რომ გახლავთ საფერავის და ალექსანდროულის მიქსი. საინტერესო ბლენდი არის. გაუმარჯოს 19 საუკუნის მებრძოლ ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებიც ქმნიდნენ, ან ინარჩუნებდნენ, ან ქმნიდნენ იდენტობას ამ ქვეყანაში. გაუმარჯოს ნამდვილად. გიორგი, სანამ დავიწყებთ, მინდა ერთი ცოტა ვრცელი ციტატა წავიკითხო, ანუ რითი დასრულდა ეს სიყვარული ფეოდალურ ელიტასა და ანუ უბრალოდ ჯერ დაიწყო მტრობით, ანუ გრიგოლ ორბელიანი ეს კაცი, რომელიც პანელზე არის გამოსახული, 32 წლის შეთქმულებაში, ჩართული თუ არა გარეული იყო. მაგრამ 30 წლის შემდეგ ეს კაცი არის მეფისნაცვლის მოადგილე. მთელი წელიწად ნახევარი თუ არ ვცდები, ასრულებს მეფისნაცვლის მოვალეობას და მას მეტი ერთგული რუსებს არ აყავთ. გრიგოლ ორბელიანი აქ არ არის ერთადერთი, ის არის ერთი ძალიან ბევრთა შორის. და აი მინდა წავიკითხო გრიგოლ ორბელიანის წერილი, რომელიცაც ის წერს მის ბიძაშვილს ყაფლან ორბელიანს. ვორონცოვის შემდეგ ჩამოვიდა ბარიათინსკი, ახალი მეფის ნაცვალი კავკასიაში და ამ ჩამოსვლასთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანი წერს შემდეგ წერილს. ჩემო საყვარელო ძმაო ყაფლან, მოდის თქვენკენ მთავარმართებელი კნიაზი ბარიათინსკი, კაცი ღვთისაგან დალოცვილი, სრული ყოვლისფრით, გულით, გონებით, კეთი განზრახველობით მოდის, დიდი სიყვარულით, დიდი სურვილით საქართველოს გაბედნიერებისათვის. ღმერთმან მისცეს შემწეობა თავისი და სიცოცხლე აღსრულებისთვის ყოვლისა მის, რაც მიამბო თავის პლანებიდან. ხელმწიფესა და თვით ღმერთს აღყვარებია საქართველო, რომ ეს კაცი გამოაგზავნეს აქა თავად მართებლად. აბა რაც შეგეძლოსთ, მხიარულებით მოეგებენით, ზურნით, ნაღარით, ცხენისჭენებით, ყიჟინით, ყვირილით, ვინც როგორ იცოდეთ, ისე მოეგებენით, სულ ბაირაღებით. გეთაყვანე ჩემო ყაფლან, შენებურად წინ მოეგებეთ ცხენით ბარამ ჯიბილასავით. ბიძი ალექსანდრეს შეეხვე, ჩემ მაგიერ, რომ წამოვიდეს მოსაგებებლად ლაზათიანის დასტითა. ბიძი ალექსანდრე ის ბიძი ალექსანდრე არის, რომელსაც ეზიზღება რუსები და ყაფლანს ავედრებს ახლა, რომ ეგება ისიც დაიყოლიო, რომ შეხვდესო. აბა ძმებო, ვინძლო გამახაროთ, თქვენის კარგად გამოჩენითა, მე იმიტომ გწერთ, რომ ვიცი რა ამბავია. გიჟინიკო თუ მანდიყოს, მაშინვე გააგდე კახეთში, რომ თლად ყმაწულ კაცობა მოჰგლიჯოს კახეთისა და მიეგებოს მთავარმართებელსა, ყანწებით, ქვევრების ახთით, მარნებითა. თუ ასე არ გიქნიათ, იცოდეთ, ჩემი მტერი იქნებით და თქვენი თავისაცა. ხო, ან წარმოუდგენელი რაღაცა არის ეს წერილი. და ეხლა ჩვენ დეკონსტრუქცია უნდა გავუკეთოთ კაცს, რომელიც იყო ქართველი, იმიტომ რომ ქართულად წერს წერილებსაც, პოეზიასაც. როგორც ის მას ესმოდა, ქართველი იყო და უყვარდა თავის ქვეყანა. ერეკლე შვილთაშვილი არის, თეკლა ბატონიშვილის შთამომავალი. მაგრამ აი თან ამავე დროს აი ეს რომ რუსისთვის ქართველის ტიპაჟია, კაცი რომელიც ზურნით ნაღარით ეგებება, ქვევრებს თავს მოხდის, ყიჟინას აწევს, რომ ეს რუსი მთლად უფროსია. რეალურად ჩვენ რასაც ხედავთ ხოლმე უფრო უახლოს ისტორიაში, აი ჟავანაძის და
ბრეჟნევის წლებში, ხო, რომ აი ფოლგაში გახოვულ გორს რო გზავნიდნენ მოსკოვში, რომ სანამ იქ ჩავიდოდა ცეკაში, ეს გოჭი ცხელი უნდა ყოფილიყო ისევ და იხვანჩკარა, იფ ხაჩაპური, ხინკალი. ან ეს ვთქვათ ახალი ამბავი არ არის. ეს ამბავი იწყება აი ამ ვორონცოვის ეპოქაში, როცა ქართველი ელიტა ერთგვარად გადაწყვეტს, რომ ის ძლიერია, რუსი დიდია, მასთან კარგად ყოფნით, დალაგებით, სოციალური კონტრაქტით, მეც კარგად ვიქნები. ის საქართველოს კარგად იქნება, როგორ საქართველოსაც მე გულშემატკივრობ. და ეს საქართველო არ არის ერი. ეს საქართველო არის ჩვენი სასტავი რა. ანუ ასე რომ ვთქვათ, გრიგოლ ორბელიანის რაღაცა 10-15 სამეფო საგვარეულო და მჟავანაძის და ბრეჟნევის ეპოქისთვის ის CKTK-ს ხალხი ეს რაღაც ერთგვარი სოციალური კონტრაქტი დგება, მაგრამ ეს სოციალური კონტრაქტი მოულოდნელად ამოიზრდება იმ ტროპიდან, რაც არის პირველი მე-19 საუკუნისა აჯანყებების, შეთქმულებების, კოლონიური მმართველობის უბედურების. აი როგორ იწყება ეს? ბოლო შრე საზოგადოებისა, რომელსაც რუსეთმა გადაუარა, იყო თავადაზნაურობა, ამას მოყვა 32 წლის შეთქმულება და ამის შემდეგ რაღაცეები იცვლება. აი რა იცვლება? რა იცვლება და როგორი არის ახალი პოლიტიკა რუსეთისა ჯერ ვორონცოვამდე და მერე ვორონცოვის ეპოქაში. რო ლაპარაკობდი იმდენ თემას შეეხე, რომ ერთი ხუთი ნაკადი გამიჩნდა და გაუშვი ხუთივე. რომელიმე უნდა ამოვარჩიოთ რა. აუცილებელი არის პირველ რიგში, როგორც შენ თქვი, იმის მონიშნა რა დახვდა ვორონცოვს რა. იმიტომ რომ ხა კი ბევრი რაღაცა გააკეთა და მართლა, შევეხებით კიდე რა გააკეთა და როგორ და რანაირად, მაგრამ ბევრი რაღაც დახვდა. და დახვდა პირველ რიგში დამარცხებული ფეოდალები, აჯანყებების შემდეგ დამარცხებული ფეოდალები და ფეოდალები, რომლებმაც დაინახეს უკვე გარკვეული პერსპექტივები. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პერსპექტივები დაინახეს. პერსპექტივები რამდენიმე კუთხით. აი ხა ალექსანდრე ჭავჭავაძე სხვა კალიბრია. ალექსანდრე ჭავჭავაძეს უყურებს გრიგოლ ორბელიანი თუნდაც რა, რომელსაც რუსული ისწავლა, მიხვდა, აი გრიგოლ ორბელიანის წერილებში ნათესავებს, როდესაც უგზავნის იქ არის ძალიან ნიშანდობლივი ერთი რაღაც, რომ ესე იგი ყველა ჯერზე ხას უსვამს, რომ ჩემი თუ არ ვწდები დიშვილზე იწერება, რო ვუხდი სწავლის ფულსო, ხო სწავლობს, იმიტომ რომ განათლების გარეშე უკვე ხვდება, რომ მომავალში კარიერას გაკეთება შეუძლებელია. იქამდე რა იყო საჭირო კარიერისთვის? გვარიშვილობა. დაიბადე ამად? შესაძლებლობები გაქვს და აბა მიდი და გამოიყენე. შეიძლება უჭკუო იყო, უგვანი იყო, ავიცი, მაგრამ ამგვარი სახარ და ყველა შემოგფიფინებს რა. მაგრამ ახლა როდესაც ცოტა უფრო მეტად ფორმალური არის მისი რეფორმები, მაგრამ ეს ფორმალურობა რაღაც ახალ შინაარსებს აჩენს რა. აჩენს მაგალითად იმას, რომ თუ იქამდე ჩვენ გვყავს ყვანან ფეოდალები, ქართველები და ერისთავები, ხო? და მეფესთან, როდესაც შენ ჯარს აგზავნის, შენი საერისთავოდან შენი ბაირაღი მიგაქვს, ხო? და გვარის რაღაცა ეს ბაირაღია და შესაბამისად ეს ერისთავები სხვა ფრთაზე არიან განლაგებული ყოფილა შემთხვევა, როცა მოწინავე ჯარად ფრთის ნაწილად არ დააყენეს კონკრეტული ერისთავი და ეწყინა და წამოვიდა. რომ თუ ომში მოწინავე, ანუ იმ საპატიო ადგილას მე არ ვიქნები ჩემი ხალხით, საერთოდ არ ვიბრძოლებ თქვენთან ერთად. და არ მაინტერესებს წააგებს თუ მოიგებთ რა. ანუ ესეთი დამოკიდებულებაა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოში რა, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ბუნებრივი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. როდესაც ფეოდალური წყობა ნელა უნდა ავიდეს პიკში და გადაფასდეს რა. და ყველგან მოხდა ეს, ხო? იგივე ხა როცა იქ გადავხედოთ ზუსტად ამ პერიოდში თითქმის, ხო? იქეთ საფრანგეთია, ნაპოლეონი არის, სადაც ზუსტად ეგ ხდება რა, რომ წოდება უხდება და კლასობრივი წოდების მაგივრად უკვე გენერლის ჩინი გაქვს და ამის, ანუ შენ საფრანგეთისთვის იბრძვი და არა შენი საერისთავოსთვის, რომ შენ მაგვარმა რაღაცა
ამასთვისაც შეიძლება იბრძოდე, მაგრამ პირველ რიგში უკვე ამ საერთო ქუდის ქვეშ მოექეცით, რასაც ქვია მაგალითად საფრანგეთისთვის საფრანგეთი. ჩვენთვის საქართველოს შემთხვევაში უნდა ერქვა საქართველო, ხო? ამ კონტექსტში ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს აჯანყებები გვაწვდის მაგას, რომ ადგილობრივი აი მიწისთვის, საკუთარი ყოველდღიურობის და ამ შემთხვევაში ძველი წყობისთვის, იმისთვის, რასაც მიჩვეულები არიან ქართველი ფეოდალები, ამისთვის ხდება აჯანყებები. შემდეგ რო ეს აჯანყებები მარცხდება და ქართველი ბატონიშვილებიც ფაქტობრივად ბრძოლის ველიდან ნელ-ნელა ქრებიან, ნელ-ნელა ქრებიან კი არა, ჩვენ სულ მოვიწდება ხოლმე 32 წელს შეთქმულება ფაქტობრივად პეტერბურგიდან არის დაგეგმილი რა. იქ არიან უკვე, ანუ შერწყმული არიან გარკვეულწილად უკვე ამ მმართველობას. მაგრამ წინააღმდეგობა გრძელდება ბატონიშვილებში, თუმცა ფეოდალებში რაც აშკარა არის, ხდება ბუნებრივი მიდრეკა იმისკენ, რომ აზრი აღარ აქვს ამ ყველაფერს, ამ წინააღმდეგობას და ასე შემდეგ. პირიქით აგერ რუსული იმპერიის მხრიდან უკვე რაღაცა გამოჩნდა შესაძლებლობები, კარიერული ზრდა, წინსვლა და ასე შემდეგ. თან როგორი წინსვლა, როგორიც წარმოდგენილი ჰქონდა და გინდოდა. ერეკლეს როგორიც წარმოდგენილი ჰქონდა და გინდოდა. უკვე დროის გასვლასთან ერთად შენს ამბავს, საკუთარ ამბავს და ქვეყნის ამბავსაც სხვანაირად ყვები. ნელ-ნელა იწყებდა ეს ბუნებრივი მოვლენა სულ ასე, როცა რაღაცას ცდილობ რომ სხვანაირად გაგიჟდები რა. სხვანაირად იცხოვრებ რომ აი ვერ გარხდება ის რაც მე მინდა და всё, მაშინ თავი უნდა მოიქლა, ხო? აი მაგალითად გრიგოლ ორბელიანი წერს თავის მგზავრის წერილებში, ხო? გზავრობა ვლადიკავკაზიდან თბილისამდე, ხო? მანდ რომ ჩემი სიკვდილი რომ იყოს მხოლოდ საკმარის საქართველოს გადარჩენის და ისეთად გახდომის როგორც მე მინდა გადავხტები ფანჯარას, გავაღებ ფანჯარას ხა და გადავხტები. მაგრამ ვიცი რომ ეს არ არის საკმარისი რა. მე ვხედავ უკვე რომ სხვანაირი სტატუს-კვო ჩნდება. და ეს სხვანაირი სტატუს-კვო ხდება რომ არის ახალი დროება და ეს ახალი დროება რამდენიმე რაღაცით ხასიათდება. აი მე ჩემი პერსპექტივიდან კარგად ჩანს გრადაცია ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანსა და სხვა უკვე ჩვენთვის უფრო არა პოეტ და რაღაც საზოგადო მოღვაწე, არამედ უფრო ჩინოვნიკ ფეოდალებში. რომ როგორ უნდა დაალაგდეს შენი ისტორია, პირადი ისტორია და ქვეყნის და ამ შემთხვევაში სამეფოს ისტორია რეალობასთან. რაღაცნაირად უნდა დაალაგდეს და უნდა მოაგვარო ეს შენ თავთან. ამიტომ ამბობდი რომ ისტორიას ცვლილების უნარი აქვს. უნდა მოგვარდეს და რაზე იწყება ფიქრი. ფიქრი იწყება იმაზე, რომ რა ხდება. რა ხდება მეცოდინება იქიდან გამომდინარე, რაც გამოცდილებაც მაქვს. მოდი რა გამოცდილება გვაქვს შევხედოთ და დავიკითხოთ, იციან ამ ხალხმა, ხო, საქართველოს ისტორია წერა კითხვა, დავიკითხოთ მემატიანი. რა მოხდა, რომ რა ემართება ხოლმე საქართველოს და ალექსანდრე ჭავჭავაძე ფაქტობრივად პირდაპირ აავლებს ამ პარალელს, როდესაც ის წერს ერთი რო ლექსი კავკაზი, ძალიან მნიშვნელოვანი ლექსი, ლექსი ქართულ პოეზიაში ჯერჯერობით რაც ვიცით, რომელსაც ამ ხელამთლიანი რეგიონის სახელი ქვია. ანუ ეს უკვე გეუბნება იმას, რომ წარმოსახვაში ეს რეგიონი ასე ერთიანი არ არის და ასე ერთიანად ამ რეგიონის ლაპარაკი არ მიმდინარეობს შიგნით, ხო? არის უფრო და ადგილობრივი მიწა, სოფელი, სამეფო, საფეოდალო ასე შემდეგ. ეს არ არის და ასევე წერს რაპორტს, ასე ვთქვათ, თუ ვწდები 32-ის შეთქმულებამდე აკეთებს ამას, თუ სწორად მახსოვს, წერილს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა წერს შიგნით, ფაქტობრივად პარალელს აავლებს ესეთ რაღაცასთან, რომ ხშირად იყო ხოლმე, რომ საქართველოს ჩამორჩებოდა ზოგად განვითარებას, შემდეგ შემოვიდოდა უფრო განვითარებული დამპყრობელი და შემოიტანდა განვითარებას. და ამის მაგალითად მოყავს მაგალითად ალექსანდრე დიდი. ოღონდ მაკედონელზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. მაკედონელი, რომელმაც ესე დაამბობს, რომ აი აზო იყო მამასახლისობა, ძველი მმართველობის სტილი ფორმა, ეს მოიშალა, შეიქმნა ახალი და ამ ახალ სტრუქტურას და ამაზე წამოვიდა უკვე ფარნავაზი და ისე მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ ახალ რაღაცა საფეხურზე შემდგარმა გარემომ დაიწყო განვითარება. კიო, აი კონტექსტში რო ჩავსვათ ეგ, ალექსანდრე ჭავჭავაძე არის
გარსევან ჭავჭავაძის შვილი, ანუ გარსევანი იყო ერეკლეს ელჩი რუსეთში და ორიგინალი ხელმოწერა სანამ რატიფიკაციას ერეკლე და ეკატერინე გაუკეთებდნენ თვითონ ორიგინალ დოკუმენტს გეორგიევსკის ტრაქტატისა, იქიდან პოტიომკინმა მოაწერა ხელი, აქედან გარსევან ჭავჭავაძემ და გარსევანი პირველი კაცია, რომელიც ადაპტირებულია რუსულ სივრცეში, რუსული იცის, პეტერბურგში ცხოვრობდა. ეს ალექსანდრე იქ გაზარდა, ალექსანდრე მონათლა იმპერატრიცა ეკატერინე, მერე ეს არის პარიზში ჩადის, ნაპოლეონის ომებში ფრანგული იცის, შვილებს ფრანგულად წერს და ეგეთი ტიპია და ამას თანამედროვე მეცნიერებაში რას აი შინაარს წერილს წერილს და ლექსის რასაც შენ ამბობ თანამედროვე მეცნიერები თვითკოლონიზაციას უწოდებენ, ხო? თვითკოლონიზაციას ზუსტად არა მხოლოდ აი ხას გაუსვა მაგ ლექსში ეგეთი რაღაცაა რომ კავკასიაში რომ ამბობს ბოლოს ესე ამთავრებს რომ ჩრდილოეთის ეს ყინულის კედელი გამოარღვია ციციანოვმა შემოიტანა განათლება და ეს განათლება იქნება ის რაც ჯაჭვს აწყვეტს კავკასიის მთებზე მიჯაჭვულ ამირანს ხო და შეხედე და ამისი ლეგიტიმაციისთვის ქართულ ჟარგონზე, ქართულ რუსულ ჟარგონზე რო ვთქვათ, ამის გაправებას აკეთებს ალექსანდრე მაკედონელიდან და ფარნავაზიდან, ხო? ფარნავაზი, რომელსაც ქართული დამწერლობა მოჰყვა და საქართველოს უკეთესი ცხოვრება მოჰყვა, ანუ ჩვენ ბუნებრივად ვართ ველურები. ანუ ამას ამბობს ალექსანდრე ჭავჭავაძე და როგორც რომ ალექსანდრე მაკედონელმა შემოიტანა ის ცივილიზაცია, ეხლა რუსეთის იმპერატორია არის, რომელიც ამ ცივილიზაციას შემოიტანს და ეს კავკაზი რო ქვია ამას, ხო? ეს არის იქიდან დანახული. ზუსტად. იქიდან პეტერბურგიდან დანახული, რომ ანუ მე საქართველო კი არა, აი იქიდან როგორც კავკასს ეგრე რო უყურებ, როგორც საზღვრისპირა რეგიონს, რომ ამ კავკაზს რა როლი და ფუნქცია უნდა გქონდეს, ხო? ეს არის ეს არის ზუსტად ის გრიგოლ ორბელიანის თაობა. კი და კიდე ერთ რაღაცას ჩავამატებ მან. უყურე როგორც კი ეს პერსპექტივა ჩნდება, მაშინვე ჩნდება ამ პერსპექტივის ხელშემწყობი რაღაცები. მაგალითად ჩვენ ხო წარმოვიდგინეთ ასე რომ აი მაგალითად ჰარშა რამს ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორს აქვს ძალიან კარგი სტატია ზუსტად მაგ ლექსთან დაკავშირებით და ქართულ რომანტიკოსებზე რომელიც საუბრობს ტრიქოტომიის, ეგრეთ წოდებული ტრიქოტომიის გაჩენაზე, დიქოტომიიდან, ანუ ორი დაპირისპირებული მხარე დიქოტომია, რაც გულისხმობს, ეს არის რუსეთის იმპერია და კავკასია, ოქსიდენტი, ორიენტი, განვითარებული, განუვითარებელი, ცენტრი, პერიფერია, ამ ორ რაღაცაში ეს ორი რაღაცა ერთმანეთს ეჯახება, ხო? ეს ორი რაღაცა ერთმანეთს ეჯახება, ეს გეუბნება შენ განუვითარებელი ხარ, არ შეგიძლია ასე შემდეგ, უნდა დამორჩილდე, შენ იბრძვი, ეწინააღმდეგები, რო ეწინააღმდეგები, ეს გეუბნებიან, რომ ზუსტად მაგას ადასტურებს, რომ განუვითარებელი ხარო და ვეღარ ხედავ წინააღმდეგობაში იმას, რა ქვია, აზრს, აღარც უნარი და ძალა შეგწევს და იწყებ საკუთარი რეალობის გამართლებას, ახლიდან მოყოლას და უკვე ამბობ, რომ კი, რაღაცაში ეს სწორია. ეხლა რა პეტერბურგში ხო ვიყავი, კაცო? ხო პარიზში ხო ვიყავი? პეტერბურგი ხო უფრო გავს პარიზს ვიდრე თბილისი. ხო? ესე იგი იქედან რაღაცა შეიძლება რომ კარგი მივიღოთ და ამ უკვე სვამს ეგეთ რაღაცას რომ არა დიქოტომია არსებობს, არამედ სამია აქ ტრიქოტომია. საქართველო, რუსეთი და მართლა უფრო მეტად განუვითარებელი მხარე, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია. აი მან უნდა გადავიდეთ ახლა თუ არ შეგაწყვეტილებ. კი, არა, და ზუსტად ეგ არის, როცა და ორბელიანებზე და ამ ყველა ომი და ბრძოლა შამილის წინააღმდეგ და აი ბარათაშვილის ლექსებში მაგალითად აი ჰარშა მაგას იმეშრება ხავს უსვამს რომ ბარათაშვილის ლექსებში რუსეთიც კი გამქრალია როგორც პოლიტიკური ძალა რა მარტო ქართველი ფეოდალები და ჩილოკავკასიელები არიან რომლებიც თითქოს შურს იძიებენ ლეკიან აი ყველა ტრამვაზე რაც ერეკლე პაპას და ჩვენს ერეკლე მეფეს და ამ ყველას დამართა და ეხა მოვიდა დრო შურისძიების. მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ
შეგვეძლება რომ ჩვენი რეალური პოტენციალი გამოვავლინოთ და ამ პოტენციალის გამოვლა ვეხმარება რუსეთის იმპერია. ეხლა შეხედე 1832 წლის ესა შეთქმულება მოხდა და სხვათა შორის ამ შეთქმულება ეხლა იმპერატორის წინააღმდეგ რომ შეითქმები ხო წესით მიწა უნდა გასკდეს და შიგნით უნდა ჩაგიტანოს ისეთ სასჯელი უნდა მოყვეს ამას ხო მაგრამ არ მოყვება ეგეთი სასჯელი რა ანუ სასჯელები არის საკმაოდ რბილი გადასახლებაც იყო მაგრამ აი ისეთი რომ რაღაცა რომ ეს ქართველი ფეოდალები უნდა ამოძირკვოთ პირიქით ეს იყო გაკვეთილი რომ იცი რა არის ადგილობრივი ხალხია ეს რომელსაც უნდა დავეყრდნოთ უნდა უმართოთ ამ დროს თან ეს შამილის ომები იწყება ამ ჩრდილოეთ კავკასიელებს რუსები განიხილავენ როგორც ცალსახა და სრულიად ველურებს. საერთოდ ეს კოლონიური პრაქტიკაში არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის, არამედ აი ამერიკის ათვისება რო ხდებოდა. ყველგან იგივე აფრიკის კონტინენტზეც ჰუტუს და ტუცის ტომი რო იყო რუანდაში, ხო, სადაც ბელგიელი კოლონისტები ეყრდნობიან უფრო განათლებულ ტუცის ტომს, უფრო მრავალრიცხოვანი ჰუტუს ტომის წინა ეს ჩვეულებრივი კოლონიური პრაქტიკა არის. ამიტომ კავკასიის ბჭყალებში ჰუტუს ტომი, უბრალოდ ტუცის ტომი, რომელიც უფრო განვითარებული არის რუსებისთვის, არიან ქართველები, ნაწილობრივ სომხებიც, შედარებით უფრო დაბანელ დავარცხნილები. ეს ჩრდილოეთ კავკასიელები არიან ცალსახა ბოროტებები და ცალსახა ველურები, რომლებიც სულითაც ზაღლები არიან, იმიტომ რომ მართლმადიდებლები არ არიან, ქრისტიანები არ არიან, ანუ ერთი რომ ორიენტალურები არიან, აღმოსავლეთელები, გაუნათლებლები, ველურები, მაგრამ თან რწმენაც არ აქვს კაცო ამათ რა და ამათთან შედარებით ქართველები ბევრად წინ არიან, იმპერია ეგრე ხედავს და ეხლა ყველას ხო ვერ მოკლა, ყველას ხო ვერ ებრძვა, ამიტომ ამოდი ამ ქართველებს უფრო დავბანოთ, დავვარცხნოთ, მოვეფეროთ, რაღაცა ინტეგრაცია გაუკეთოთ ამ ხალხს, რომ ესენი ვაუმოთ ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ და ამ ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ თავარი გამწევი ძალა არიან ქართველები ომში. ეხლა დღევანდელ ქართველს რო კითხავ ამას, რომ ამ ომში ვის გულშემატკივრობ, დღევანდელი ქართველი გეტყვის, რომ ესე იგი ის ჩრდილოეთ კავკასიელები და შამილი თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან რუსეთის წინააღმდეგ და მე იმას გულშემატკივრობ, მაგრამ აბაკითხე გრიგოლ ორბელიანს, რომელიც ამ ომში იყო ჩართული. მისთვის ის ჩრდილოეთ კავკასიელი არის ლეკი, რომელიც ერეკლე პაპას ხალხს სტაცებდა, რაღაცა ჭარბელაქანის ისენი რა ქვია, სასულთნოები და რაღაცეები და ხალხს იპარავდა და გადაყავდა კონსტანტინოპოლში გასაყიდად. ეს ერთი მომენტი რომელიც შემოდის მეორე რომ ეს ქართველები აჯანყდნენ და მოდი ვნახოთ რა აწუხებს ამ ხალხს და ეს ამბავიც არის რომ დავლაგდეთ რა რომ ამ ქართველებთან და მესამე ამბავი რომ 1837 წელს ნიკოლოზ პირველი ჩამოდის საქართველოში ხო და იწყებს ამ თემაზე ხელის მოკიდებას და მეოთხე და შეიძლება ამ სამზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის თვითონ ვორონცოვის პიროვნება, რომელიც ჩამოდის, იმიტომ როგორც წეღან თქვი შენ, რომ ყველა პოლიტიკა არ არის ცენტრიდან წამოსული. პოლიტიკები არის ადგილობრივი, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ადგილზე, აი ერმოლოვი რო იყო მაგალითად მთავარმართებელი, ერმოლოვი ცალსახად როგორც ველურებს ეგრე უყურებს ქართველებს, ხო, მაგრამ ეს კაცი ვორონცოვი შეიძლება ითქვას, რომ გვარტი არის რუსი დასესხლით, მაგრამ არ არის რუსი, იმიტომ რომ დაბადებული და გაზრდილი არის ბრიტანეთში. მამამისი იყო ბრიტანეთში რუსეთის ელჩი, 10 წლეულები ცხოვრობს იქ, განათლება მიიღო იქ და სხვა კულტურის მატარებელი არის. სანამ კავკასიაში ჩამოვიდოდა, ეს კაცი იყო ნოვოროსიაში, აი სადაც დღეს პუტინის ომი მიმდინარეობს, ხო, დონბასი, ოდესა, ყირიმი, ბესარაბია, ანუ დღევანდელი მოლდოვა, აქ იყო მეფის ნაცვალი. მე მქონდა ასე რომ ვთქვათ, პრივილეგია, რომ ანექსიამდე, ყირიმის ანექსიამდე 2012 წელს ყოფილიყავი ყირიმში მის სასახლეში, ალუბკა ესეთი ქალაქია, პატარა დაბა არის, კურორტული დაბა არის, სადაც ვორონცოვს აქვს სასახლე. საპენსიოდ გაიმზადა არაცალა. გამოუშვეს კავკასიაში. ეხლა შეხედე, იქ ეს ალუბკის სასახლე არის ძალიან საინტერესო. ამ დროს ყირიმი არის ახალ შემოერთებული, ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის შემოერთებული არის იმპერიას. ტერიტორია არის ყირიმელი თათრებით დასახლებული და რუსული აბსოლუტიზმის პირობებში რას აკეთებს იქ ვორონცოვი. სასახლეს აშენებს
გეორგიანული, ანუ ჯეორჯიან, აი მეფე გეორგის როგორც ვიქტორიანული სტილი არის, ეს არის გეორგიანული სტილი ბრიტანეთში. გეორგიანული და მავრული სტილების ნაზავს. აუ გეორგიანული მისი გემოვნების თანახმად, რადგან ის ბრიტანელი არის გემოვნებით, ხოლო მავრული როგორც ისლამური აღმოსავლური სამყაროს გემოვნებაში, აი თაღები რო არის, ხო იცი ეს ორიენტალური თაღები ასეთ სტილში და შესასვლელ თავარი შესასვლელის თაღში არაბულად აწერია დიდება ალლაჰს. შენ წარმოგიდგენია ეს რომ ნიკოლოზ პირველის მმართველობაში მეფის ნაცვალი არაბულად თავის სასახლეს აწერს დიდება ალლაჰს. მაგრამ ეს იყო ასე რომ თქვა კოჭის გაგორება, იქ ადგილობრივი ელიტების ანუ თქვენიანი ვარ, ანუ თქვენ სახოცავად კი არ მოვედი აქ, მოვედი იმის რომ დაგბანოთ და დაგვარცხნოთ. ანუ ამ მავრულთან ერთად გეორგიანული სტილიც შემოვიტანო და თქვენიანი ვარ. ანუ ესეთი ტიპი არის, ანუ ლიბერალური იმპერიალიზმი შეიძლება ესეთი ტერმინი ვიხმაროთ და ამ იდეის კაცი ჩამოდის და იწყებს ამათ ფერებას. ზუსტადაც ვორონცოვი აი ფაქტობრივად 62 წლის არის. უკვე ჩვენ ჭაღარა მოხუცი ვორონცოვი გვიწევს, რომელიც კავკასიაში ჩამოდის, რომელსაც ეუბნებიან იმპერატორი პირდაპირ მას ავალებს, რომ უნდა წახვიდე და კავკასიაში შეასრულო ჩემი მოვალეობა. მიხეილ ვორონცოვი თვითონ ავტობიოგრაფიაში, რომელიც სამწუხაროდ კავკასიაში რო არის, აქ აღარ აგრძელებს, იქ ამბობს, რომ აღარ უნდოდა რა, ცალ-თვალიდან უკეთ ცოტა ვეღარ ხედავს, პენსიაზე უნდა გასვლა 62 არის და მოიხადა მის გადმოსახედიდან ვალი რა, სამეფოს და იმპერიის წინაშე, მაგრამ ნუ ახლა იმპერატორს ვერ ეთქვის უარს და შესაბამისად უნდა წამოვიდეს. იმპერატორს, რომელიც შენ სწორად ახსენე, ნამყოფი არის 37-ში ჩვენთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ქართველებისთვისაც, იმიტომ რომ როდესაც ხილულად იმპერატორი ჩამოვა, ნუ თვითონ იმპერატორიც ამბობს მაგას, რომ ნუ რა ვიცი, ხანდახან რუსეთში არ მხვდებიან ასე, თქვენ როგორც დამხვდით და საოცრება არის იმ დროინდელი მოგონებები, რომ წავიკითხოთ ხალხი ბოლო კაპიკებს გაიგდებს ჯიბეებიდან, რომ ახალი ჩოხა და ეს ხამარ ხანჯალი, რომ კასტინგში მიიღოს მონაწილეობა, ამალა რომ იქნება იმპერატორის ის რომ შეარჩიონ რა აქედან. და უნდათ რომ ანუ იმპერატორის ამალაში, იმიტომ რომ მე იქედან იციან რომ შეიძლება იმპერატორს დააცდევინო რაღაცა სიტყვა, ან არ ვიცი, მე დაგინახოთ მის გვერდით და შენ პრივილეგიები გაქვს, შენ უკვე რაღაცა წარმატება შეიძლება ხდეს წილად რა, ან რაღაცა აი კონფორმის, მონურ კონფორმიზმის ის ელემენტი რა, კარიერული, რაც აი მე ზასტოვის პერიოდის ქართველსაც გამოყვა, დღეს გარშემო რასაც ხედავთ იმას, რომ აი როგორმე დაუწვე რაღაცა ვთქვათ ვიღაც გამოვა არაფორმალური მართველი თუ რა საპატიო მართველი პარტიისა, ვიღაცას ხელს ჩამოართვას, ვიღაცას შორიდან ხელს დაუქმნას, მაგრამ ვისაც გადაკოცნის, ის უკვე თლაც კამფეტში და პრივილეგიაშია. ზუსტად და 37-ში ის ჩამოდის და გვახსოვს ის თვითონ ნიკოლოზი ცვლის ნიკოლოზ პირველის მმართველობასაც რაღაცა სხვადასხვა ეტაპები აქვს რა, ეხლა 3 ეტაპია თავარი. პირველი ეტაპი ეს არის, რომ უნდა გვახსოვდეს ეს გარე ძალა, ხო, და გარე გეოპოლიტიკა, ეს არის ნაპოლეონი პირველ რიგში, ნაპოლეონთან ომები დასასრული, ნაპოლეონის და აქაც უნდა ვახსენოთ ვორონცოვი აუცილებლად, რომელიც არის პარიზში საოკუპაციო ჯარების ხედართავარი, სარდალი რუსული და ეს არის უდიდესი მოვლენა, რომ პარიზში, ანუ იმდროინდელი განვითარებული და მიჩნეულია ასე, ხო? იმდროინდელი განვითარებული სამყაროს დედაქალაქში დგას რუსული ჯარი. და ეს არის წარმოუდგენელი წარმატება. ეხლა ამ ჯარმა თავი არ უნდა შეიცხვინოს და ვორონცოვმა უნდა მოახერხოს, რომ ამ ჯარმა თავი არ შეირთხვინოს. და ვორონცოვი იმიტომ რომ როგორც შენახსენე, მან ყველაზე კარგად იცის როგორი არის ევროპული ეტიკეტი, მოქცევა და ასე შემდეგ. და ვორონცოვი მანდ გამოავლენს, ჩემი თვალსაჩინო, აი ამ სამოქალაქო და საჯარო მმართველობაში რამდენად ნიჭიერია.
იმიტომ რომ თვითონ ჯარში დაიწყებს, რუსულ ჯარში დაიწყებს რეფორმებს, აი საჯარო რეფორმებს რა. რას გულისხმობ? მაგალითად, კანონია რომ ბანაკები არ უნდა დატოვო, ანუ ქალაქში ესე უბრალოდ არ დადიხარ, იმიტომ რომ ჯარისკაცი ხარ და შენ წესრიგი უნდა დაიცვა პირიქით და ესეთი ტურისტი არ ხარ და არ ხარ იქ დამპყრობელი. მეორე ეს არის რომ შენ აუცილებლად ყველა ჯარისკაც უნდა მოეთხოვებოდეს რომ წერილი აგზავნოს სახლში. ოჯახთან ცოლთან არ გაწყვიტოს კავშირი. ჩვენ ვიცით, რომ რუსული ტრადიციის წესია, რომ გვარი უნდა გაგრძელდეს და ჯარისკაცი, რომელიც დიდი ხნით არის წასული ან რაღაც 10 წლებში შეიძლება ვერ დაბრუნდეს ან ასე შემდეგ, მისი ცოლი, რომელიც სახლშია, სიმამრს აქვს ვალდებულება. რომ აი ესე ძალიან ბიოლოგიურად და ესე ვიტყვი რომ გაანაყოფიეროს ასე ვთქვათ და მომავალი თაობა დაიზარდოს. ანუ ესეთი ტრადიციები არსებობს რა და ვორონცოვი წერს რომ ამბობს რომ პას წერილები უნდა გაგზავნოთ სახლში. და კონდეთ კონტაქტი რომ აქ არ დაგავიწყდეთ, რომ აი სხვაგან ხართ და დამპყრობელი ხართ და რაღაცა რა. მე ეხა ეს კი გინდა, მაგრამ წერა-კითხვა არ იცის ხალხმა. ახალი რეფორმა რო წერა-კითხვა ასწავლო ჯარში, ხო? ანუ ასეთი ტიპი არის ვორონცოვი, რომელიც თავს გამოცდის როგორც ნაპოლეონის წინააღმდეგ, ასევე გამოცდის კავკასიაში 1804 წელს ის ერთ-ერთი პირველი მისია მისი კავკასიაში არის და ციციანოვთან იგზავნება და სოლომონთან არის მაგალითად დიპლომი, ანუ მოლაპარაკებაზე და ციციანოვის დანაბარებს სოლომონს. სოლომონ შესახედრია? სოლომონ მეორეზეა საუბარი, მეც ბოლო მეფეზე. კი. 1804-ში არის ელაზნაურის ტრაქტატი რო იდება. მანდარი? ხო და აი აღარ მახსოვდა. და მაგას უსტად იმაზე რა ქვია, სხვებიც და იმპერატორიც ამბობდა ნამყოფი ხარ შენ მანდ და თვითონ ამბობს კიდეც და იმემკვიდრეობს კიდეც ციციანოვის ხელს რა. იმიტომ რომ ციციანოვის დროს აქ არის ნამყოფი და ქართულ ფეოდალებთან ლაპარაკის დროს ახსენებს პირველ შეხვედრაზე ფეოდალთა საბჭოსთან. და მაგას ბოლოსკენ ვიტყვი და მაგით შემიძლია ერთ-ერთი შეუკრა რა მსჯელობა ვორონცოვზე, მაგრამ როდესაც ის მოდის აქა, ის უკვე არის ჩამოყალიბებული საკუთარ მიდგომებში. ანუ აქვს ყველაფერი ის რაც არ ქონდა რუსულ ადმინისტრაციას იქამდე. კონკრეტული თანმიმდევრული მიდგომა. თანმიმდევრული მიდგომა ყველა კუთხით. თანმიმდევრული მიდგომა ცენტრის მიმართ, იმიტომ რომ ეგეც არისო თანმიმდევრული, რომ რაღაცა ხან აიწერება და ციციანოვიც და სხვებიც კრძალავდნენ მათ გარეშე რაღაც წერილის გაგზავნას ცენტრში და ძალიან კონტროლდება ეგ ამბავი. იმპერატორთან არ უნდა შეწუხდეს, ეხა ცხადია და ჩამოყალიბებული არის და ვიტყოდი რომ ის არის ევოლუციონისტი. ედმუნდ ბურკის მიმდევარი, რომელიც ცნობილი არის ბრიტანელი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი და ასევე ფილოსოფოსიც, რომლის ნაშრომიც საფრანგეთის რევოლუცია ცნობილია, რომ აძაგებს ამ რევოლუციას, ზოგადად რევოლუციის იდეას, იმიტომ რომ ეს არის წარსულთან ყველანაირი ძაფის გაწყვეტა, რაც ახალს ვერაფერს ვერ დაბადებს. ან ყველა ძაფი თუ გაწყვიტე, მიიღებ რაღაცა საშინელებას, რაც არის რობესპიერის ტირანია. და ამის წინააღმდეგია და ვორონცოვის ამის მიმდევარია. ვორონცოვი თავის აი საფრანგეთში ყოფნისას მეგობარი გაიჩინა და მე იმას რა ქვია წერდა იმას რომ თქვენო რევოლუცია კი არა, ერთი კარგი პეტრე პირველი გინდათ. ანუ განმანათლებელი ავტოკრატი. ზუსტად. განმანათლებელი ავტოკრატი, რომელიც არ ძალადობს და აგეთ რაღაც ამბობს რა, რომ პირდაპირ ჩანაწერი არის მისი, რომ მე მირჩევნია 10 კაციდან 10-ის გაწვრთნას ვეცადო დროთა განმავლობაში და იქიდან 9 დამრჩეს, რომელიც ჩემი ერთგული იქნება და ან ფაქტობრივად კონტრაქტი დაიდება, მე მათ დავჭირდები და ისინი მე დამჭირდებიან რა. ვიდრე 10-ის ჩამოუვარო, შუბლზე მივადო იარაღი და საბოლოოდ უეჭველი ვიცი რომ იქიდან 9-ის დახოცვა მომიწევს და 1 დამრჩება, იმიტომ რომ შეეშინდება. და ამის მიმდევარი არის, მე მინდა რომ გრადაციით ნელ-ნელა მოვიტანო შედეგი და იყო დიდი მოთმინების მქონე ადამიანი.
ეს ხოთაშორის სხვა ერმოლოს პასკევიჩ მოთმინება არ ყოფნით. მით უმეტეს ეს ნაპოლეონთან ნაომარი ხალხი ჩამოვიდა ველურებთან რაღაცებს არ მიჯერებენ, გიჟები ხო არიან, რაც ქვია არ მიჯერებენ. ეს ვორონცოვს არ აქვს ეგ მიდგომა. ვორონცოვმა იცის რატო არ უჯერებენ. ვორონცოვმა იცის რომ განსხვავებული ხარ. ერთი ტერმინის დეფინიცია მოთმინება ერთი და შეიძლება ტოლერანტობის ამბავიც არის, ხო, რომ ანუ ერმოლოს და ციციანოვს იმაზე გართულება ქროს ველური რას ქვია. ხო, ანუ თავმოყარებაზე ეხება, რომ ველური არ უჯერებს, ხო? და ეს, ну, შეიძლება ველურად ესეც უყურებს, მაგრამ ანუ მისი ბიოლოგიური ვერატანა არ აქვს. ანუ თulis რომ ეს გაწვრთნადია. ანუ ჩრდილოეთ კავკასიელს უყურებს რომ ეს გაწვრთნადია არ არის, მაგრამ ქართველი და სომეხი შეიძლება გაწვრთნადია, არა? კი, ეგრეა. აი რო შევადაროთ ქუჩაში ძაღლს ვინც ასეირნებს და ძაღლი რა უჯერებს, შეიძლება გადაირიოს, გაგიჟდეს და რა და ჩხუბი დაუწყოს, მაგრამ მეორეა რომელიც აი ეს იმით რა ქვია სნექით ეგრეთ წოდებული, ხო? გემრიელი რაღაცით წვრთნის და იმას გაცილებით გრძელვადიანი შედეგი აქვს და იცის რომ იცის როგორ მიუდგეს რა. და ამ ყველაფერს ვორონცოვი კარგად აკეთებს პირველ რიგში რას? მოდი ეგეთ რაღაცა აი წინა იმასთანაც რომ ბმა გქონდეს, პირველი ეს არის რომ ჩვენ ვახსენეთ რომ ფორმალური ბიუროკრატია, რომელიც ჩვენთან რუსეთმა შემოიტანა, ძალიან გაბერილი იყო და იყო უფუნქციო. ამ გაბერილ ბიუროკრატიას პირველ რიგში ვორონცოვი უტევს რამდენიმე ფლანგიდან. პირველი ეს არის, რომ მიდის იმპერატორთან და ეუბნება, მაქვს თუ არა მე შენი ნდობა. იმიტომ რომ მე შენი ნდობა მჭირდება, რომ იქ საქმე მოვაგვარო. და ამ დროს უკვე ნიკოლოზის პოლიტიკაც იცვლება, როდესაც აი ეს პირველი აი დეკაბრისტების აჯანყების შემდგომი პერიოდი გადაივლის, უკვე არის შემდეგი ხან ნიკოლოზისა, როცა ის უკვე არის ავტოკრატი და ავტოკრატიებსაც ქმნის გარკვეულწილად კავკასიის სახითაც რა. როცა მისი მმართველობა უნდა გამარტივდეს, გაცილებით უფრო ცენტრალიზებული უნდა იყოს და აი ერთ შემთხვევა როგორ იცით, ნიკოლოზი როდესაც აგზავნის და იქაც არის ხო მინისტრთა კომიტეტი იყავს რუსეთის იმპერიას რა, სამინისტროებია და მინისტრებია. და იმ მინისტრ საბჭოზე უნდა განიხილონ იმპერატორის ბრძანებას რო განიხილოს, იმ მიაწერს, რომ იმედია ამაზე შენიშვნა არ გექნებათ. ნუ რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ჯობია რომ არ გქონდეთ რაიმე ტიპის შენიშვნა. ვორონცოვი რო ჩამოდის კავკასიაში, მასაც ხვდება აქ მინისტრთა კომიტეტი, ხვდება გაბერილი ბიუროკრატია, ხვდება უამრავი რუსი მოხელე, ხვდება ადგილი, სადაც არ არის ხარჯთაღრიცხვა კარგად წარმოებული, სად რაში რა იხარჯება, რამდენი იხარჯება, ვინ ხარჯავს. არის სიტუაცია, სადაც ფეოდალებს ისევე მტკიცება უწევთ, რომ ხარ თუ არა ფეოდალი და ანუ რუსებმა მოთხოვეს ქართველ ფეოდალებს საბუთი იმისა, რომ ისინი მართლა ფეოდალები არიან და დამადასტურებელი ამ გვარიშვილობისა და სტატუსისა და მიხეილ ვორონცოვი ორივეს უტევს. პირველ რიგში უტევს რუსულ ბიუროკრატიას და ამცირებს, ხსნის კადრებს და ძალიან ან დიპლომატი არის საოცარი. იმიტომ რომ იმპერატორთან მიაქვს წერილი, აგზავნის წერილს, რომ იმპერიის ფული იხარჯება არამიზნობრივად და რეორგანიზაცია არის საჭირო. და ამ რეორგანიზაციაში უკვე და ეს ფაქტები არის რომ იხარჯება ეს ფული რა და ამ ფაქტებს წარუდგენს რომ არის ფაქტები რომ ფლანგება. და ახლა ამას მე მოვulis ისე რომ იქ არა მხოლოდ ხარჯვალები, არამედ ვინც მისი ოპონენტი ან მისი არ მომწონი არის, იმასაც ცდილობს რომ გვერდით ჩააჩოჯოს. მაგრამ ეს მხოლოდ ასე არ არის. ასევე ის იწყებს კონტაქტის დამყარებას ქართველ ფეოდალებთან და პირველ რიგში აუქმებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქართულ ფეოდალმა უნდა წარადგინოს საბუთი, რომელიც დაადასტურებს მის წარმომავლობას. და აი არქივში რო ჩაიხედო, ანაწერში უბრალოდ საქმეებისა ამიერკავკასიის კანცელარიის ნახავ, რომ 1846 წლის მერე
საქმეები არის ძირითადად მაგაზე, რომ მიენიჭა თავადობა, ბაგრატიონ მუხრანსკის მიენიჭა თავადობა, ამილახორს მიენიჭა თავადობა, რაღაც ისეთი გვარებია მართლა რომ გაგიჟდები, რომ ეს რა ვიცი, ვინ არის ცოდა მაშინ რომ თავადია რა, მაგრამ პოლიტიკური იძულების საკითხი არის. და ამითი ჩამოდის კაცი რა, რომ და ამათვის ხდება ღმერთი რა, რომ ანუ რასაც ფაქტობრივად ამ დროისთვის უკვე 2-10 წლეულია თუ მეტი ამ თემას ეჭიდავებიან ქართველი თავდაზნაურობა, რომ კაცო მე ბაგრატიონ მუხრანსკი იმ დროს უკვე რო ვარ 25 წელია მიწევს ამის მტკიცება რომ ვარ და ღვთისგან გამოგზავნილი კაცი ჩამოვიდა რომელმაც უპრობლემოდ ეს გამიკეთა რა და ღმერთია რა ჩემთვის რა კი რამდენიმე ხშირად გავყოთ რა მიხეილ ვორონცოვმა იცის, რომ ფეოდალები არიან დასაყრდენები. და ფეოდალებთან უნდა მოაგვაროს ეს ამბავი. ასევე იცის, რომ რუსი ჩინოვნიკის ზნდობა არ შეიძლება. იცის, რამდენად დიდი ჩახლართულობა შეიძლება გაუჩალიჩონ აქ ან პეტერბურგში, ამით ძალიან ფრთხილია. და მისი დიპლომატია თვითონ რუს ჩინოვნიკებთან არის საოცარი, როგორ ჩააჩოჩებს ის მინისტრთა კომიტეს თლიანად და ჩერნიშევსთან ერთად, ალექსანდრე ჩერნიშევთან ერთად ფაქტობრივად შექმნის ავტონომიური მმართველობის სისტემას კავკასიაში, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს იმპერატორთან და ვორონცოვი არის ადგილზე მყისიერად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები, მეტიც მიმღები კანონებისაც, რომელსაც კი რატიფიცირება მე იმპერატორმა შეიძლება გაუწიოს, მაგრამ ეგ სანამ მოხდება, ჯერ ეგერთი ისე არის კანონები და გაკეთებული, რომ არ ქონია რაღაცა პრობლემა ვორონცოვს რაიმე ტიპის, რომ აი მე იმპერატორმა გადათქვა, მაგრამ მყისიერად მას აქვს თლიანად ავტონომიური ძალაუფლება აქვს და უკვე არის რეალური პიროვნება რომელსაც თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს და უკვე შეგიძლია მასთან მიხვდეთ დაელაპარაკო და რაღაც წარმოდგენა შეგექმნას შენი ცხოვრება როგორ განვითარდება და აქაურობა როგორ განვითარდება რაღაც ტიპის. კიო, აი მაგალითად ახლა ჩვენთვის ძალიან ნაცნობ მაგალითს მოვიყვან, მაგრამ მაყურებლისთვის შეიძლება უცნობს კონტრასტი. მანამდელ კოლონიურ რუსულ მმართველობასთან, ესე იგი, ჩვენ თქვით, რომ იქ რაღაცა ძაღლის და ადამიანის ფეკალიებს ურავდნენ ერთმანეთს და იმას აჭმევდა ანანურის მაზრაში კაპიტანი ისპრავნიკი ადამიანს, ეს გვაქვს იმ პირველ მესამედში, 19 საუკუნის და რაშვება ვორონცოვი უკვე მისი მოსვლის შემდეგ. არნოლდ ზისერმანი, რომელსაც არაჩვეულებრივი ორტომეული აქვს დაწერილი 25 წელი კავკასიაში. არნოლდ ზისერმანი იყო კაცი, გერმანელი, გვარით და წარმოშობით, პოლტავაში დღევანდელ უკრაინაში დაბადებული გაზრდილი, რომელიც არ არის მაღალი ფეოდალური წოდების, მაგრამ განათლება მიღებული აქვს. ჩამოვიდა 17-18 წლის ახალგაზრდა ბიჭი ჩამოდის კავკასიაში და იწყებს აი რიგით სულ დაბალ საფეხურზე მუშაობას. სწავლობს ქართულს არაჩვეულებრივად, იცნობს ჩოხას, ფაფახს იხურავს თავზე, სადღაც თიანეთის მაზრაში მიდის ადგილობრივ ბიუროკრატად სამსახუროდ. ადგილობრივია რა, ტიპი, რომელიც აი მთიულებთან და ხევსურებთან შეუულია დალევა და მაგრამ ოლხენა რა. ეგეთი კაცი არის და მე ამას ეს რო ადაპტირდება ზისერმანი სრულად რო ადგილობრივი ხდება, ამას ჩამოუსწრებს ვორონცოვი ხდება მეფის ნაცვალი და ვორონცოვი ლამის შემთხვევით გაიცნობს ამ კაცს და დაინახავს რომ ეს კაცი ანუ რუსი კი არის ანუ რუსი თავისი იდენტობით ახლა გერმანული გვარის კი არის, მაგრამ თავისი იდენტობით რუსია, მაგრამ ჩერკესკა აცვია, ფაფახია ახურავს, ქართულად ლაპარაკობს, ადგილობრივებთან ისე არის როგორც ყველი და პური და დაბალი წოდების კი არის, მაგრამ აწევს მაღლა. და გვერდზე იყენებს ამ წვეულებებზე, ბალმასკარადებზე გვერდით ყავს, ცოლთან ერთად, ანუ ვორონცოვის ცოლთან ერთად გამოაჩენს რომ ეს ამისგან ქმნის როლ მოდელს. რომ ესეთი უნდა იყო რუსი, რომ აქ წარმატებული იყო. ესე უნდა ვმართოთ ჩვენ. რომ აი მაგალითად, აი კიდე რამდენიმე მაგალითი არის მაგისი, რომ
გუბერნატორებად ქართველებს ნიშნავს უკვე სამოქალაქო გუბერნატორები. წერა კითხვა არ იცოდეს, ოღონ ქართველი იყოს. ინახავს ჟურნალ სისკარს. ქართველები ქართულად არ ლაპარაკობენ უკვე და ქართულად არ კითხულობენ, იმიტომ რომ მარტო ფეოდალურმა წოდებმა მიცის წერა კითხვა, მაგრამ უტყდებათ ქართულად კითხვა, იმიტომ რომ მაღალი ენა, ქართული გლეხის ენა და მაღალი ენა არის. ეს ილიამდელი პერიოდია, ხო? მაღალი ენა არის რუსული და იმაზე მაღალი ფრანგული, რაც უკვე ქართულად ვიკითხო. მაგრამ ეს სისკარს ინახავს, თბილისს ააშენებს, დანგრეულ თბილისს აღა მაჰმად-ხანის ლაშქრობების შედეგად ამ საჯარო ბიბლიოთეკას გახსნის, სალონურ საღამოებს მართავს, სადაც ამ ქართველი ქალების საზოგადოებაც იკრიბება, მათ შორის არა მხოლოდ კაცების, აი ეს ცნობილი ეპიზოდი ზაქათალიდან რომ მოდის და ქართველი თავადები რო გზაზე ეგებებიან სალმის მისაცემად და კოცებულ მისი თანაშემწერო ეუბნება, რომ თუ ძმახარ ხა დაგვაღამდება თბილისში ჩასვლამდე, ხა არ გავჩერდეთ. ყველასთან რატომ უნდა გავჩერდეთ? ხო, ყველასთან რატომ უნდა გავჩერდეთ და ეს ეუბნება, რომ ამათი თითო გვარი 1000 წლის მაინც არის და ჩვენგან ამათ კაი სალმის მეტი არაფერი არ ჩამოვართვა. იცი რას მაგონებს ესა? აი შევარდნაძის დროს დამკვიდრდა ეგ, აი ზუსტად იმ ბრეჟნევის ზასტოის წლებში, რომ ინტელიგენციას რომ უნდა მოეფერო, რომ ან ერთი ხელის ჩამორთმევა ამ ინტელიგენციას, თუნდაც 90-იანებში აგრძელებდა შევარდნაძე ამას, ერთ რამე ღირს, რომ ანუ ამ ელიტის ერთგულებას მოიპოვდა და ამ ელიტას თავისთავად მოლოდინი აქვს იმისა, რომ აი გვაჭმევს და რაღაცა ჩვენ დამიკეთებ განწყობილი იქნება, ანუ ჩვენიანი კაცი არის რა, ანუ თუ მანამდე იყო რომ ახვილით მოდიოდა და თავები უნდა დაგასხიპოთ ყველას, თუ ეს იყო პაულიჩი და ერმოლოვი და სხვები, ხო ახლა ეს შემოვიდა სრულიად ახალი ამბით, რაზეც აი ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს აქვს თავისი რეაქცია, ხო? ანუ ახალი იმ დროისთვის სრულიად რევოლუციური ქცევა არის ეს კოლონიზატორი იმპერიალისტის მხრიდან. მაგრამ მერე ეს ვორონცოვიზმი ძალიან გაგრძელდა საქართველოს ისტორიაში. კი, იმიტომ რომ შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც მუშაობს. ანუ კავშირი და კონტაქტი, რომელიც მუშაობს. სოციალური კონტრაქტი რა. კი, სოციალური კონტრაქტი, რომელიც მუშაობს და აი პატარა მაგალითი შეიძლება ესეთი მოვიყვანოთ, რომ ყავს წიგნშიც არის ნინო მეღვინეთუხუცაშვილის მოგონება, რომელიც თავის მოგონებებში სხვათა შორის ძალიან კარგად აღწერს იმ ჭირიანობის ამბავსაც და რო წაიკითხოთ მიხვდებით, ნუ რა საშინელება ხდება რა და ყველა რო იხოცება და ამოგიწდას მთელი სანათესაო და ასე შემდეგ და მარტო რჩები და რამდენ იმას გადიან და სხვათა შორის არის იოსებ მამაცაშვილის ცოლი და 32 შეთქმულებაზე ცოტას ლაპარაკობს. ეგეთ რაღაც აღწერს, რომ მეო ცდილობდიო, რომ ამ ახალ დროებისთვის ფეხი ამება და ჩემი შვილებისთვის განათლება მიმეცაო. და აღწერს მომენტს, როდესაც ვორონცოვის ცოლთან მიდის, ცდილობს, რომ გამოიჭიროს სადღაც, რომ სთხოვოს ეგებ სათავადაზნაურო კვოტაში ჩასვას მისი შვილი და ამას ბარემ ვიტყვი, რომ ვორონცოვი აკეთებს კვოტებს, რომ თავადაზნაურთა შთამომავლებისთვის და შვილებისთვის უფინანსებს სწავლას პეტერბურგში. რა მიზნით? რომ ცხადია ისინი ჩაებნენ, ანუ მიიღონ საკმარისი განათლება და უნარები, რომ ჩაებნენ იმპერიულ მმართველობაში და იმპერიას დაეხმარონ მართონ კავკასია. ანუ ციციანოვები უნდა რა, რეალურად. და მაგიტო სუხასულს ციციანოს პირველ სათავადაზნაურო საბჭოზე, როდესაც ის წარსდგება, გაზეთ კავკასიჩიც კი დაიბეჭდა ეს მისი სიტყვა. სამეფოს თავარი გაზეთი არის კავკასია. დიახ, ვორონცოვი ამბობს, რომ ეს არჩევნები თავადაზნაურების პირველად ჩაატარა ციციანოვმა. და ამით ერთმანეთს შეჰყარა ევროპა და აზია. ანუ აზია ადგილობრივი თავადები, ევროპა არჩევნები. და ამითო შეჰყარავ ესენი ერთმანეთსო და ამის გაგრძელებას ვცდილობო მეო. და მისი სურვილი, რომ ეს თაობა, ახალი თაობა, აი გრიგოლ ორბელიანი რო წერს, რომ ახალგაზრდები თუ არ ისწავლიან, ვერაფერს ვერ გააკეთებენ და კარიერული წინსვლა ვერ ექნებათ.
ეს ახალი თაობა, რომელიც ისწავლის ჩადგეს სრულიად იმპერიის იმაში რა და როგორ იცვლება, აი ნინო მეღუნეთ ხუცეშვილი ეგეთ რაღაც ამბობს, რომ კვოტაში რო ჩამისვაო, ჩემიო შვილიო, სახლშიო დავიწყეო რუსული ინგრედიენტებით საჭვლის მზადება, რომ ჩემი შვილის კუჭი შეჩვეოდა ახალ გარემოს. რუსულ საჭმელებს. ანუ ამ დონეზე, ანუ გადაწყობა ხდება რეალობის რა და რეალობის გადაწყობა ხდება ხო ფეოდალებში ხდება გადაწყობა და მათ შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნებათ და საინტერესო არის მცირედით რო ვისაუბროთ ქვედა ფენაზე რა. გლეხებზე, იმიტომ რომ როდეშორის ნოი ჟორდანია აკეთებს ამაზე ძალიან დიდ ხაზგასმას თავის სტატიაში ქართული ხალხი და ნაციონალიზმი ამბობს რომ მიხეილ ვორონცოვმა გლეხებს ძალიან ცუდი რაღაც გაუკეთა. როდესაც ის მოდის სათავეში ცვლის კანონს გაქცეული გლეხის შესახებ. იქამდე გლეხი თუ გარბოდა და დაიჭერდნენ რა თავადს სთხოვდნენ ისევ საბუთს იმის შესახებ რომ ეს გლეხი შენია. მას ეკუთვნოდა ხო? და ვორონცოვმა შეცვალა წესი და შეაბრუნა პასუხისგებლობა. გლეხი რომელიც გაიქცევა თუ დავიჭერთ ახლა გლეხმა უნდა წარმოადგინოს საბუთი რომ ის თავისუფალი გლეხი არის. და არ არის ვიღაცის ამ მტკიცების ტვირთი და პასუხისგებლობა გლეხს გადაულოცა შესაბამისად უფრო მეტად დაებნენ მიწაზე. იმიტომ რომ ბოდიში გიორგი, აი იმიტომ რომ ვორონცოვს ქართველ ერთთან კი არა აქვს სოციალური კონტრაქტი. მას აქვს ფეოდალურ ელიტასთან, ის არის საქართველო, გრიგოლ ორბელიანის ხედვითაც და მაშინდელი ფეოდალური ელიტის ხედვითაც ის არის საქართველო, ეს ფეოდალური ელიტა არის საქართველო. და ვორონცოვს მათთან აქვს კავშირი და თუ ამ კავშირს სჭირდება ის, რომ ქართველი გლეხის უფლება დაზიანდეს ამ ელიტის სასარგებლოდ, ესეც უნდა მოხდეს. და იმიტომ რომ ამითი იმყარებს ამ ლოიალობას ელიტისა. კი, რა თქმა უნდა. მისთვის მეცაც გეტყვით, შეიძლება გრიგოლისთვის დაბალი ფენის, აი ხშირად არის ხოლმე ღვთისმშვილები. ძალიან ამ დროს ძალიან აქტიური ის არის ფენომენი. იმიტომ რომ ღვთისმშვილები არიან ის ხალხი, რომელსაც წერა-კითხვა იციან, მაგრამ დაბალი წოდების არის. და ეგ კი არა ფეოდალებმა ფეოდალების არიციან წერა-კითხვა, იმიტომ რომ არ არის საჭირო. ანუ რა საჭირო ფეოდალმა ხმალი უნდა იცოდეს და სადღერძელოს მაგრამ რაღაცა ეს ისა რა არ არის საჭირო. გლეხმა მიწის დამუშავება უნდა იცოდეს რა და არ არის. და მაშინ როდესაც ეს საჭირო ხდება, აი ჩვენ ვთქვით რომ გუბერნატორებთან ხანდახან ქართველის ნიშნავს უკვე ვორონცოვი, მეტიც კანცელარიებიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვედა რგოლებიდან ადმინისტრაციისა კანცელარიებში ასაქმებს ქართველებს, ღვთისმშვილებს რომლებიც არიან უკვე ან თარგმნელები, ან გადამწერები, ან ვინმე ქართველი, იმიტომ რომ ქართველი რომ მივა ადმინისტრაციაში, იქ იქნება სასამართლო, იქნება კანცელარია, რაღაც განცხადების დაწერა უნდა, წელის დაწერა უნდა, თუ ჩივილი უნდა, თუ რა უნდა. მან უნდა შეძლოს რუსული არავინ არ იცის და რაღაცა ვიღაც უნდა გააგებინოს რა უნდა და ასევე უნდა მიიღოს პასუხი. ხშირად ხდებოდაო რომ სასამართლოდან გამოდიოდა ორი ქართველი და არ იცოდა რომელი იყო გამარჯვებული. იმიტომ ყველაფერი რუსულად წავიდა და სოლომონ ისაკის მეჟღანუაშვილის ხო. რომ იქიდან გამოდიხარ და ვერ ხვდები რა და ანუ დაკავშირება მედიუმები. იმისიც რა ქვია, ზისერმანიც, რატომ მედიუმია. რუსი ჩინოვნიკი ისამ რომელსაც ოღონდ თან ის ჩოხა შეუძლია შეუძლია იმას ელაპარაკოს, ანუ მედიუმი იყოს. შუა იყოს, რომელიც ილაპარაკებს რა. და კავშირს შექმნის და ეს კავშირი აუცილებელია, რომ რაღაცა თანმიმდევრულობას მივაღწიოთ რა. და ამ თანმიმდევრულობის შექმნისთვის ყველაფერს აკეთებს ვორონცოვი კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის მსახურია, იმიტომ რომ ასე ფიქრობს, რომ რუსეთის იმპერიის მიზნები მიღწევადი არის და აშკარა არის რომ ანუ დიდ წილად ვორონცოვს გამოსდის ეს. იმის გამო ის რომ ილია დაიბადა და ილია იყო ისეთი როგორიც იყო და 60-იანების დიდი ნაწილი იყო ისეთი როგორიც იყო, ეგ იმას ანიშნავს რომ მიხეილ ვორონცოვმა რაღაცა ვერ გათვალა ან რაღაცა რა. უბრალოდ ისენი
ასეთები იყვნენ და ეს განგრძობათობა და რაღაცა იდენტობა დაიმემკვიდრეს და მიხვდნენ რა რაღაცას განათლების მიღების დროს რა და დისკრიმინაციის და ამ იმის დროს რასაც ისინი გრძნობდნენ ცენტრისგან მაგრამ რეალურად აი ეს უბრალოდ 60-იანები იყვნენ კნიაზის შვილები ანუ კვოტებით წასული ხალხი, რომლებმაც ვორონცოვის შემწეობით მიიღეს განათლება და ჩამოვიდნენ და დაიწყეს აქ სრულიად საპირისპირო ის, რასაც ვორონცოვს არ ჰქონდა არც სურვილი და არც გათვლაც. ხო, გიო, შეხედე როგორ არის, აი ყოველთვის ქართველები ითხოვენ ხოლმე აი ფართო მასაში არის ეს მოთხოვნა თუ მოლოდინი თუ რა გინდა და არ ხვი რომ ეს კაი კაცი იყო თუ ცუდი კაცი იყო და ახლობით ეგეთი რაღაცა რომ ეს bad boy or good boy რაღაცა ეგრე რომ შეაფასო რომ ეს სასახო არ არის ისტორია შავი და თეთრი არ არის რომ ჩავაანალიზოთ ასე რომ თქვა ვორონცოვის მოღვაწეობა ქმნიდა თუ არა ის კონფორმისტ ქართველს რასაკურელია ქმნიდა და შექმნა კიდეც ის რასაც ვორონცოვის ეპოქაშიც ხედავთ, პოსტვორონცოვის ეპოქაშიც ხედავთ, რასაც ხედავთ მე უკვე თუნდაც ბჟავანაძის წლებში და აი დღესაც ხედავთ, დღეს კიდე ყველაზე ფართოდ ხედავთ. ამ თემის არქიტექტორია ეს კაცი არის. მაგრამ მეორე რასაც შენ თქვი რომ ვერ გათვალა ამასობაში არის ის რომ გააგზავნი კაცო იმ კვოტები რომ გამოყავი 40 კაცი იყო როგორც მახსოვს კავკასიიდან კვოტა რუსულ უნივერსიტეტებში განათლება რომ მიეღოთ ჩამოსული იყვნენ ზოგი თარჯიმანი ყოფილიყო ზოგი გადამწერი ყოფილიყო ზოგი აი როგორც ილია გააგზავნოს დუშეთში მოსამართლე თვითკოლონიზებას დახმარებოდა რა ეს ძალიან მარტივად რო თქვა თვითკოლონიზება ამასობაში ეს ხალხი რო წავიდა იქ მათ ნაწილს, მცირე ნაწილს სხვათა შორის და არა უმრავლესობას. მცირე ნაწილს რომ მიიღო განათლება, გაუჩნდა კრიტიკული აზროვნება და დისკრიმინაცია რო იგრძნო, აი მგზავრის წერილებში ჩანს ეს ყველაზე კარგად. აი რუს ოფიცერს რო ელაპარაკება რა, ის ოფიცერი ანუ ეს რო გამხსოვს რომ ქართველი ვარო და უიო შენო კაცო ველური ყოფილხარო რა და პეტერბურგის ბაღიონ ანახი გაკო და იზლერის ხო და ეს შენ ცივილიზაციას ყოფილხარ ნაზიარებ და ანუ ილია როგორ გვაჩვენებს პეტერბურგიდან დაბრუნებული ილია თუ რას განიცდი და ის რომ რუსი აი ვიღაცა ბოდიში ამ ჟარგონს და ვიღაცა ჩოილარი ოფიცერი რომ აი მას ილიას როგორ რაღაცა ზემოდან ელაპარაკება მხოლოდ იმიტომ რომ ის არის რუსი და ეს არის ქართველი გამიგე და ანუ ეს ჩამოიტანა და ეს ნაციონალიზმი ჩამოიტანა რომელიც გამოდგა შემდეგ აი მოდერნული ნაციონალიზმის ქართული ნაციონალიზმის ფუძედ თუმცა ეს არის პირველი მარცვალი რომელიც მერე შემდეგ აწლეულებში ამოიყრის ტანს მაგრამ ამასობაში რა ხდება რომ ვორონცოვმა ისეთი სიყვარული მოიპოვა საქართველოში ანუ ისეთი სოციალური კონტრაქტი დაამყარა რომ ეს ვორონცოვის ძეგლი რომელიც არც იმპერიას დაუდგამს, არც მუნიციპალიტეტს, ხალხმა ფული შეაგროვა, რომ ვორონცოვის ძეგლი დაედგა 1877 წელს დღევანდელი საარბრიუკენის მოედანზე, რომელსაც ისევ ვორონცოვის სახელს უწოდებენ სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი ამბავია აქ ახსაწერი ქართველების ნაციონალიზმის გამოსახატავად. მე ანუ ვორონცოვი მანამდე ხო ნოვოროსიაში იყო მეფის ნაცვალი და ალუბკაში, ყირიმში ჰქონდა ასე რომ ვთქვათ დაჩა მაგრამ ეს სათაო ოფისი დედაქალაქი ნოვოროსიის იყო ოდესა და ნუ ოდესაში არაერთხელ ვარ ნამყოფი და ოდესაში ისევ დგას ვორონცოვის ძეგლი მიუხედავად აი ეს ომი ხო მიდის ისევ დგას ვორონცოვის ძეგლი ხოლო საქართველოში ჟორდანიას არ ჩამოუგდია ვორონცოვის ძეგლი უნდა აღენიშნოს ეს აი ჟორდანიას დროსაც კი ის მდგომარეობა არ ყოფილა რომ ვორონცოვის ძეგლი ჩამოეგდოთ მაგრამ 1922 წელს საქართველოში ნაციონალ უკლონისტი კომუნისტები არიან ხელისუფლებაში და აი უკრაინაში არ ჩამოაგდეს უკრაინელმა კომუნისტებმა მაგრამ თბილისში ჩამოაგდეს ის ვორონცოვის ძეგლი მე აკაკი რომ მიდის აი ერთგვარი რაღაცა პილიგრიმობა არის ოდესაში ვორონცოვის ცოლთან შემოღებული რომ უნდა წავიდნენ და სამძიმარი უთხრა მოიკითხო და მადლობა უთხრან და აი ეს თქმულების რო იყო გამონათქვამი რო იყო გავრცელებული იმ დროინდელ საქართველოში რომ გაჭირვებული კაცი რო დაიჩიულებდა რა რომ ღმერთი ცაშია იმპერატორამდე შორია ვორონცოვი კი მოკვდა ვის შევჩიულო
მე ვფიქრობ, რომ რუსებს მე-19 საუკუნის კავკასიაში ამაზე ნიჭიერი კოლონიზატორი არ ყოლია. ანუ შედარება თან ეს ტიპი რომ ხო რუსია არც იყო მაგას ვამბობ ეხო თვითონ რუსებს არ მოსწონდათ რა ანუ არ აღიქვამდნენ რუსად და ხო ანუ ქონდა ეგ დაპირისპირება პეტერბურგში თან მოსკოვში ჩემი აზრით ყველაზე დიდ წარმატებას კოლონიზაციაში ამან მიაღწია როგორც ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი აღნიშნავს ამას რომ ამ კაცმა ყველაზე ნიჭიერად შემოიღო რუსული მმართველობა საქართველოში და ანუ კონტრასტისთვის რო ვთქვათ გიო არ ვიცი შენ რას ფიქრობ ამაზე ძალიან მაინტერესებს შენი კომენტარი აი თქვათ იყო მიხაილ სიმიონოვიჩ ვარანცოვი რომელიც აი თავისი ძალიან რბილი პროქართული აი ქართულ ენას ლიტერატურას რო უშვებს თეატრი შემოიტანა აი პირველი ქართული თეატრი პროფესიული თეატრი მაშინ შედება იტალიური ოპერა შემოიტანა აშენებს აი აზიური თბილისიდან გადმოდის ევროპულ თბილისს აშენებს აი გარეთ უბანში აი დღევანდელი თავისუფლების მოედანი სადაც არის ერევანსკის პასკევიჩ ერევანსკის მოედანს აშენებს მერე გოლოვინსკის მოედანს აშენებს იქით რუსთაველს დღევანდელს რუსთაველის გამზირს და ამ ყველაფრის სათავეში თუ არა ახლომახლა ყოველთვის ქართველები არიან ხო და ანუ ცისკარი ჟურნალი არ იყიდება მაგრამ ეს დოტაციას უკეთებს რომ ქართულად უნდა იყოს ეს ვიღაცებს მაგრად სიამოვნებს მაგრამ მეორე და ამ დროს ეს ქართველობა დუნდება პრორუსული ხდება და ღმერთია რა ეს კაცი რა უყვართ აი გულწრფელად უყვართ მაგრამ მეორე მხრივ არის დონდუკოვ კორსაკოვი, რომელიც უკვე 1880-იან წლებშია ალექსანდრე მესამის დროს ალექსანდრე მესამე პირველი ეთნონაციონალისტი რუსი იმპერატორია შეიძლება ითქვას. დონდუკოვ კორსაკოვი არის შოვინისტი, დისკრიმინატორი და ამ დროს იღვიძებს და ფეთქდება ქართული ნაციონალიზმი, ხო? ეხლა მაყურებელს მივადოთ განსაჯელად, რომელი უკეთესი მეფისნაცვალი თუ მთავარმართებელი იყო, ანუ ბილი ვორონცოვი თუ აი ესეთი დისკრიმინატორი დონდუკოვ კორსაკოვი, ანუ რბილმა ვორონცოვმა პრორუსობა გამოიწვია საქართველოში, რომელიც დღემდე რაღაცა დოზით ცოცხლობს, დღეს შეიძლება ხელისუფლებაში, შეიძლება კიდე ხელისუფლებაში არის, მაგრამ იქ გვაქვს დონდუკოვ კორსაკოვი, რომელმაც დიმიტრი ყიფიანის განაციონალისტება გამოიწვია, დიმიტრი ყიფიანი, რომელიც იყო რუსეთის იმპერიის ყველაზე ერთგული მოხელე კაცო მემუარებში წერს რომ ხელმწიფე მამას ეძახის იმას და ღმერთს ადარებს და მე სახელმწიფოებრივად რუსი ვარ, პოლიტიკურად რუსი ვარ, თორე ენით ვარ ქართველი, ესე ამბობს დიმიტრი ყიფიანი და დონდუკოვ კორსაკოვის მმართველობის პირობებში ეს კაცი იქცევა ქართულ ნაციონალისტად, ხო? ანუ რაჯობ ეს ამიტომ არ არის ესეთი მარტივი და ცალსახა პასუხი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რომელი არის კი იცი რა ყველა ანუ თავისი ადგილი აქვს რა და თავისი რაღაცა შედეგი პირდაპირი და უფრო მეტი აქვს ხოლმე ირიბი ეხა მაგალითად ერთი მხრივ რო შეხედო აი ის ვორონცოვი ვახსენეთ იმის პიესა ხო აკაკის აკაკი წერეთლის და ეგ მაგ პიესას წერს მაშინ როცა მეფისნაცვლობა აღდგება 1905-ში და ვორონცოვ დაშკოვი მოდის ანუ იმის მოგვარეთ ან ნახევრად და აი იმედებს უკავშირებს იქნებ ხო იმედებია რა ანუ რაღაც მომენტში არის ეს ყაბულს ხარ რომ თუ ესეთი იქნება არ მექნება რა დიდად პრობლემა იმიტომ რომ ფიქრობ რომ კარგია ჩემთვის აკაკიც კი და თუ იქნება ერმოლოვისნაირი, ბარიადინსკის, ანუ სხვებისნაირი, მაშინ არ გინდა. და რეალურად თვითკოლონიზება მანდ ჩანს რა და კოლონიური აზროვნება ჩვენი გადმოსახედანაც ყველაზე ამ თემას ამ თემით მაგიტო არ დაინტერესებული რეალურად ამიტომ ვიკვლევ რომ მაინტერესებს რა აღძრავს და არის თუ არა ეს ბუნებრივად გაჩენილი რა ეს დამოკიდებულება მაგრამ რასაც ვატყობ ეს ზოგადად დამოკიდებულება კონფორმიზმისა გაცილებით მეტი ამ ელიტაში რა ანუ ისინი არიან რა ხო რომ
თავიანთ თვითონ წარმოადგენენ, თვითონ მართავენ, თვითონ არიან მნიშვნელოვნები და მართლობის სისტემაში იერარქიაში ძალიან მნიშვნელოვნები არიან. ხალხს ქვემოთ ქვედაფენას არ შეუძლია თავად ამის გაკეთება და თვითონ ეხა რა ქნან კაცო? თავზემოთ ძალა არ არის. მოვიდა ვორონცოვი აგერ და კარგი იყო და რატომ უნდა იყვირო მაინც? უმადური ხო არ იქნები არა? და უკვე ამ ჭრელში გადადის უკვე, რომ აი უმადური ხო არ იქნები, ეს ხო იმას ჯობდა, იმაზე უკეთესი ხო იყო, აბა ამდენი ის მოგცა რა ქვია, ბენეფიტი წარმატება ასე შემდეგ და რატო არ მოგწონს, აბა? სხვა რა გინდა? და სხვა რაც არის, ეს არის რეალური და თვითმყოფადობა და თავისუფლება, რომელიც თერგდალეულებს მოაქვთ. თერგდალეულებს მოაქვთ არა მხოლოდ და აი ხშირად ვამბობს ხოლმე რა, რომ სტუდენტები ხშირად წერენ ხოლმე, რომ ახსენებს ილია ჭავჭავაძე ქართველებს თავიანთ იდენტობასა, თავიანთ წარსულს რაღაც. ჩემი აზრით ილია ქმნის. კი არ ახსენებს. აბსოლუტურად. ილია ქმნის, იმიტომ რომ ილია არის ზუსტად ჩემი გადმოსახედიდან ადამიანი, რომელიც ინდივიდუალურ პირად ინიციატივას, საზოგადოებრივ ინიციატივებს აქცევს საქმედ, აქცევს ინსტიტუციებად, არა სამთავრობო ინსტიტუციებად და პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია კლასიკური გაგებით არის წერა-კითხვის გამომცემელი საზოგადოება, რომელიც არის მთლიან, ანუ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი, რომელიც დაეხმარა უბრალოდ ამ იდენტობის შექმნაში, ხო? პროცესის დიდი ნაწილი და რეალურად მათი ეს კაცი არის მით უმეტეს იმედის დაინახავს რომ იმედი არსებობს, ქვედაფენას შეუძლია ხალხი არსებობს. იქამდე ხალხი არ არსებობს. ხალხი არის, აი ეს ხალხი მხოლოდ. ხო. იქამდე ჩვეულებრივი ხალხი არ არსებობს და ჩვეულებრივი ხალხისთვის მნიშვნელოვანი არის რწმენა. რომ შენ ამ იერარქიაში ბოლო ჭანჭელი კი არა ხარ, რომელსაც არაფრის შეცვლა არ შეუძლია. პირიქით ეს მთელი იერარქია შენ ბოლოში იმიტომ ხარ, რომ შენზე დგას და შენზე შეგიძლია ყველაფრის შეცვლა რეალურად. ამის ამოტრიალება ხდება, რომელსაც ახლა ცხადია, ვერც ვორონცოვი გათვლიდა და ვერც ვერ გათვლიდა, მაგრამ ეს 60-იანლების და ილიას თავში დაიბადა, შეიქმნა და აღარსად არ წასულა, თუმცა შევადარებდი, აი ძალიან პარალელი რო გავავლოთ, აი ხარო წარმოიდგინოთ კოლონიალიზმი, ხო რბილი ძალა. ელაპარაკებიან ელიტებს, ჩვეულებრივი ხალხი მათთვის არ არსებობს, ჩვეულებრივი ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი ამბავი არის. შეგიძლია რაღაც სისულელები ილაპარაკო, რასაც დღეს ძალიან კარგად ხედავთ. თუ შექმენი მხოლოდ შენი ალტერნატიული წყარო და შენს გარდა სხვა წყარო არ ექნება საშუალო ან საშუალოზე მაღალ ფენას, ისინი იძულებულები იქდებიან საბოლოო ჯამში რომ მოგემხრონ, თუ ისინი მოგემხრობიან, შენ ეტყვი რომ აი მე ესენი მოვიმხრე, ესენი გააკონტროლებენ ხალხს და შენ უფრო დიდი ბატონი გადაგისავს თავზე ხელს, მე შენ გადაუსვამ იმ პატარა ელიტას, ის პატარა ელიტა ელიტუკას გადაუსვამს თავზე ხელს და ასე ჩავა ბოლომდე ეს ვერტიკალური იერარქია, რომელიც დღემდე რატომღაც გონებაში სულ არსებობს და ვერ შევცვალეთ იმ კუთხით, რომ არა ხალხი არსებობს და ხალხი ვართ და ჩვენ შეგვიძლია. ერთი მკაფიო მაგალითი მინდა მოვიყვანო. რამდენად განგრძობადი არის ისტორია და შეიძლება 150 წლის წინ მომხდარ ამბავს პირდაპირ უშუალო მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაზე ან მიმდინარე მოვლენებზე. რაც ეხმიანება როგორც მამათაშვილთა ბრძოლას, აი ჭავჭავაძის და ორბელიანის თაობას, ისე აი ამ ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. 1870-იან წლების და 1871-72 წელი არის. უკვე ახალი იმპერატორი ალექსანდრე მეორე აპირებს თბილისში ჩამოსვლას. და იქიდან კითხვას გამოგზავნის რა, რომ სტუმრად რომ მიდიხარ და რაღაცა ბამბანერკა და შამპანიური რომ უნდა მიიტანო, ანუ რაღაცა ხელდამშვენებული უნდა ჩახვიდე რაღაცით და ალექსანდრე მეორე იქიდან კითხვას აგზავნის, რომ რა გინდათ ქართველებს, რა მოგცეთ. აქ ჩნდება ორი კითხვა. ერთი არის სეკულარული საერო უნივერსიტეტი, იმიტომ რომ მაშინ როგორც კოლონიურ მხარეს
საქართველოს და კავკასიას უნივერსიტეტი არ აქვს. ქართველები მიდიან რუსულ სივრცეში საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად. და ებიჭო ეგება ეს გაგვიშდეს უნივერსიტეტი და მეორე არის სამხედრო სასწავლებელი. ამ დროს ელიტა იყოფა ორ ნაწილად. გრიგოლ ორბელიანის ჯგუფი, ანუ ეს კონსერვატული ძველი თაობის ქართველები ამბობენ, რომ გვინდა სამხედრო სასწავლებელი და რატო გვინდა ახლა ეს სამხედრო სასწავლებელი? იმიტომ რომ როგორი არის რუსეთის იმპერიაში ქართველი თავადის კარიერა. ის დაამთავრებს სამხედრო სასწავლებელს, მერე სამხედრო უნივერსიტეტს დაამთავრებს, მერე იომებს არაჩვეულებრივი ფეოდალური ქორწინების შედეგად ვიღაცა ცენტრალური რუსეთის რეგიონებიდან მოიყვანს ცოლს და შეიძლება იმ ხელა მზითავი მოყვეს იმ ცოლს, რომ ნახევარ საქართველოს სტოლა იყოს. ყოველ შემთხვევაში კახეთის სტოლა მაინც. მერე რო წავა სამსახურიდან, ანუ სამხედრო სამსახურიდან შეიძლება გუბერნატორი გახდეს, სამოქალაქო გუბერნატორი რომელიმე რუსეთის შიდა გუბერნიაში, კაცი არის კამფეთში. მერე რა თქმა უნდა, ის თუ არა მისი შვილი მაინც ქართულს ივიწყებს, ქართული გვარი დიდარი რუსი ხდება, მაგრამ სოციალურად არის ძალიან მაგრად. ეს არის საოცნებო კარიერა ქართველი თავადისა. ეს არის არაჩვეულებრივად აღწერილი, ეს იყო ეს კაცი სიდამონ ერისთავი, რომელიც 1891 წელს დაიბადა და ძალიან ახალგაზრდა იყო, რომ რუსეთის იმპერია დაიშალა, მას მოუწია ქართულ ჯარში სამსახურიც და იყო, ანუ სიმონ სიდამონ ერისთავის მემუარები ინგლისურ ენაზეა დაწერილი, იმიტომ რომ ამერიკაში წავიდა 1921 წლიდან და იქ გარდაიცვალა. რომ ორი შტოს ნაყოფია რა სიმონ სიდამონ ერისთავი. ანუ ერთი მხრივ აი ეს ფეოდალური ეს არაჩვეულებრივი კარიერა გიждდება ნიკოლოზ მეორეზე რო ლაპარაკობს, აკანკალებს ისე უყვარს. მაგრამ მეორე მხრივ ქართული ნაციონალიზმით შევიდა მის ყოფაში, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულმა ქართულ სკოლას, განათლებას, იდენტობას ხელი დაატყვეს და ირევა ეს კაცი. ანუ ერთი მხრივ ნიკოლოზ მეორე და მეორე მხრივ ნოე ჟორდანია უყვარს თანაბრად, ხო? რაღაცა საოცარი სიმბიოზი. ეგეთ თანამედროვე ქართველებს ხო გვინახავს რა, რომ სტალინი და გამსახურდია რომ ერთად უყვართ. ანუ ეს სულებების ეპოქის დაერორებული იდენტობის მარკერები ერთგვარად რა. ხო და ეს არის, ხო? ანუ გრიგოლ ორბელიანის ჯგუფი, როცა იმპერატორი ჩამოდის, ამას აძლევს ხმას, რომ კაც სამხედრო სასწავლებელი ჩვენი კარიერისთვის არის და ამიტომ გვინდა. მაგრამ ილია და ეს ახალგაზრდები, თერგდალეულები, რომლებიც მაშინ ბალღები არიან ჯერ კიდევ ამბობენ, რომ არა, უნივერსიტეტი გვინდა. რატო უნდა უნივერსიტეტი? იმიტომ რომ უნივერსიტეტი უფრო ინკლუზიური არის. მხოლოდ ფეოდალური წოდებისთვის კი არ არის და მათი კარიერის. შეიძლება ეგ ვაჭრიშვილიც მივიდეს, ფლატგლეხიშვილი შეიძლება ვერ მივიდეს, მაგრამ ვაჭრიშვილი მივიდეს, მოქალაქე მივიდეს, ხო, ქალაქში მაცხოვრებელი და ბევრად უფრო ასე რომ ვთქვათ, ანუ რუსეთის იმპერიის ომებში კი არის იბრძოლებს ეს კაცი აუცილებლად. შეიძლება ივერიის თანამშრომელი გამიხდეს ესეთი უნივერსიტეტ დამთავრებული, გამიგე და პრინციპში ამ უნივერსიტეტის იდეას რო გაემარჯვა და 1870-იანებიდან ჩვენ უნივერსიტეტი გქონოდა, ვფიქრობ რომ დამოუკიდებლობაც 18-21 წლების უფრო მაღალი ხარისხის გვექნებოდა, უფრო მაღალი ხარისხის ბევრად. მაგრამ გაიმარჯვა ამ რო სამხედრო სასწავლებელი გახსნეს იქ, სადაც დღეს არის თავდაცვის სამინისტრო, აი ეს კადეტთა კორპუსი გახსნეს იქ და შეხედა რა მოხდა იმის საფუძველზე მე იმას დააშენ, ანუ იმ ადგილზე, იმ ინტელექტუალურ საფუძველზე, სამხედრო განათლების საფუძველზე შეიქმნა იუნკერთა სკოლა 1821 წლების. იუნკერთა სკოლა შეიქმნა რამაც იომა და 1821 წლებში რომ ესე რომ ვთქვათ, ოფიცერთა კორპუსი ძალიან ძლიერი რო ყავდა, ამის წყალობა იყო. ამ კადეტთა სამხედრო სასწავლებლის, ოფიცერების ნაკლებობა 1821 წლებში ჩვენ არ გქონია. მერე უკვე 1922 წლიდან შეიქმნა იქ ტაუ, თბილისის არტილერიის ჩესკი უჩილიში, ან თბილისის არტილერიო სასწავლებელი. და ქართველები თუ ოფიცრები და გენერლები ხდებოდნენ, არტილერიის მიმართულებით ხდებოდნენ, იმიტომ რომ ეგ იყო თბილისში. და შეხედა რა ხდება. 1993 წელს ეს ხდება მარტის თვეში, აი 15 თუ 16 მარტს არის ქართული არტილერისტის დღე. სოხუმი დარცემას გადაარჩინა ქართულმა არტილერიამ.
აი ზოგადად განწერული იყო აფხაზეთის ომში ხო ბენდენიანი და რეიბანიანი ტიპები იბრძოდნენ ხარავ შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ესეთი კლასიკური გაწვრთნილი ქართული არმია არ იყო ხო მაგრამ არტილერისტები ყავდა 93-ში მათმა გადაარჩინეს და 2008 წლის ომი 2008 წლის ომში ყველაზე მაგრა რომელმაც იომა ბრიგადა ეს იყო დევი ჭანკოტაძის მეთაურობით საარტილერიო ბრიგადა რომელმაც ეს დაადუღა აი ხრულოვი რო იყო გენერალი 58 არმიის მეთაური ყველაზე მაგრა საარტილერიო ბრიგადამ იომა შეხედე რომ რის თქვა მინდა აქ რომ 1871 წელს რო გადაწყვეტილება მიიღეს რომ შეექმნათ უნივერსიტეტის მაგივრად კადეტთა კორპუსი აქ ამან 2008 წელს საქართველოს-რუსეთის ომზე 127 წლის შემდეგ, ხო? იქონია არსებითი გავლენა. ნუ უნივერსიტეტი რო ყოფილიყო ეს გავლენა სხვანაირი იქნებოდა და ჩემი აზრით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ მაინც ანუ ამითი იმის თქმა მინდა გიო და მინდა რომ ახლა დასასრულისკენ წავიდეთ, რომ ჩვენ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ, აი ახლა დღევანდელ დღეს, როცა რუსთაველის გამზირზე აქციებია უკრაინელებმა იქ რუსული ავიაცია დაადუღეს ყირიმის ხიდს ბომბა შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რას ვშვებით ჩვენ ანუ რას ვუყრით საფუძველს რომელმაც რაღაცა მომენტში მაგრად შეიძლება ამოხეთქოს მე აი თუნდაც შენი აი ამ წიგნით ხო რომელსაც მე უფრო დიდ ბევრად უფრო მსხვილტანიან წიგნად აქცევ ჩვენ პრინციპში ჩვენ თანამონაწილედ გვთვლი სამაგისტრო პროგრამის რომელსაც სტუდენტი და ლექტორი ერთად ვაკეთებდით რაღაცებს შეიძლება ისეთებს ვაფუძნებდეთ რომელზეც და ნუ უამრავი ადამიანი ახლა მე ჩვენ ცენტრში არა ვართ ამისი პატარ-პატარა პერიფერიები და ჭანჭიკები ვართ ამის ჩვენ შეიძლება აი ეს ჩვენ თანამედროვე ბრძოლით ისეთ რაღაცებს ვაფუძნებდეთ, რაზეც იმ 120-აქედან 127 წლის შემდეგ როდის უწევს ეგ 2150-იან თუ 60-იან წლებში შემდგომა ქართველებმა თქვან რომ ამათაც რაღაცა უკეთებიათო რა. ამიტომ ქართველობის ამ საკეთებელს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ნამდვილად თავარი არის ალბათ მართლაც რომ რწმენა გქონდეს მაგის, იმიტომ რომ ვერ გათვლი, ვერ იწინასწარმეტყველებ манипуляციებს შეიძლება დარჩე რომ რაღაცას მოსდევს, მაგრამ ის ყოველდღიური ცოდნა რაც გაქვს იმის შესახებ თუ რა არის სწორი მოქმედება, სწორი ქმედება, სწორი არა უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან, არა ფეოდალური, არა ის, არა იმის გადმოსახედიდან, არამედ დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა არსებობს საქართველოს ერისახელმწიფო და ჩვენ ყველანი მოქალაქეები ვართ, ანუ ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ ჩვენი სამშობლოს და ქვეყნის წინაშე, ერთმანეთის წინაშე, მაშასადამე. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეგ, რომ ყოველდღე გქონდეს მაგის რწმენა, რომ გამოგივა აუცილებლად თუ სწორ ნაბიჯს გადადგამ და ყოველდღე ეს ნაბიჯი იდგმება ჯერჯერობით რუსთაველად და იმედია უფრო და უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება არა მხოლოდ მან და არამედ მთელი ქვეყნის ფარგლებში. გაუმარჯოს. გაუმარჯოს.